ვერ გაიგეთ. მე გითხარით. ოფიციალური ვერსიით მას ჰქონდა იარაღი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. და გამოარკვია თქვათ გენომა ინსპექციის გამოძიება და სწორედ მას არ დაუდასტურდა რეალურად იარაღი ჩაუდეს თუ არ ჩაუდეს. დანარჩენი შეკითხვები თუ გაქვთ მიმართეთ მაშინ უკაცრავად დასაჭეროა უკანონო იარაღი თუ აქ ადამიანს უკანონო იარაღი თუ აქ ადამიანს თუ არ ჩაუდიათ მაშინ ის დასაჭერი ყოფილა. ესე არა მე თუ მეშლება რაღაცა მითხარით მე უბრალოდ კონკრეტული კვალიფიკაცია გკითხეთ. აი რო წარმოვიდგინე დაკავების მომენტისას კიდევ ვასწავლოთ. მას ჰქონდა იარაღი, ეს არის ოფიციალური ვერსია, რაც არსებობს ჩვენ სამინისტროში, მაგრამ დაიწყო გამოძიება, გადავიდა პროკურატურაში, პროკურორიდან გადავიდა იუსტიციის სამინისტროს გენომა ინსპექციაში და არ დადასტურდა რომ ჩვენ მას ჩავუდეთ იარაღი. რა არის აქ გაუგებარი? ეს არის ბატონო ირაკლი. რაღაც ვერ გაიგეთ ალბათ. არა, მართლა ვერ გავიგე, იმიტომ რომ დაახლოებით იგივე არის ერთ-ერთ ქართულ ფილმში რო არის დაკითხვის დროს იპოლიტე ხუჩიას გმირი ამბობს რომ შუქი იყო და პნელოდაო. ესე არ არის. ან არის იარაღი, ან არ არის. ან არის შუქი, ან არ არის. და თქვენ ახლა მეუბნებით რომ შუქი იარაღი იყო, მაგრამ ჩვენ არ ჩაგვიდიათ. თუ თქვენ არ ჩაგიდიათ იარაღი, მაშინ დასაჭერი ყოფილა. რატო გაათავისუფლეთ ის ხალხი? უკანონო გაათავისუფლეთ. თქვენ გითხარით ხალხი გავათავისუფლებო. მიმართეთ პროკურატურას, ეგ არ არის ჩვენი პოზიცია თუ შეიძლება. დააზუსტეთ თუ შეიძლება. პროკურატურას მიმართეთ და მასთან გაარკვიეთ.